მეგობრებო, კიდევ უნდა შემოგიერთდეთ, ეხლა გადავხედე 320 კომენტარია. ძალიან ესეთი ღვთისმიერი ხალხის და ეგ მინდა რომ წავიკითხოთ ერთად რა და მათი ხელწერა მინდა რომ განახოთ უბრალოდ რა. ხო და ნახეთ საინტერესო რა არის იცით? ანუ ერთი და იგივე ხელწერის კატეგორია რო არის და რამდენად დაბნელებული ხალხი ყავთ, ის მინდა რომ წავიკითხოთ ერთად. აი დავიწყოთ. ესე იგი ეს არის ის დავითთან რომ მქონდა მე ჩაწერილი ლაივი გახსოვთ ხო? დავიწყეთ. თქვენ ავად ხართ, იმკურნალოდ ჯობია, გფარავდეთ უფალი. 18 ლაიკი. სიფათზე ეტყობა ვერაა ეს საცოდავი. შენ რატომ არ დაამტკიცე 6 თვის განმავლობაში რომ ცოცხალი იყო? აიშალეთ ეხლა დაინახეთ ზღვა ხალხი და ყველაფერზე მიდიან, მაშინ აქ გაქაჯდა და ეხლა მოუნდა გაქაჯება, ეს მათხოვარი არ არსება ესა. პატრონი არ ყავს ამას, სამკურნალოა ეს უბედური. 6 თვის დაღუპული თუა წმინდანია, ესე იგი არ გახსნილა. გამოვიდა ჭკვიანი. ფსიქიატრში დარეკეთ დროზე. აი ეს ფრაზა რა ყველას როგორ აქვს, აი წავიკითხოთ და ნახავთ თქვენ თვითონ რა დონის ხალხია. რა რთული ხალხი ვართ, ალბათ ეს ხო ეს გოდერძი. რა რთული ხალხი ვართ, ალბათ ეს არის მიზეზი, რომ არც ვბრწყინდებით და ვერც ერთი მტერი ვერ გავანადგურებს ბოლომდე. გავანადგურებს ისევ და ისევ აღდგებით ხოლმე ფერფლისგან ფენიქსებრ. დიდება უფალს ამინ ენით უფალო იესო ქრისტე ხო. უფალმა შეგინდოს. დავით გაუთიშეს თქვენ გადაგიყვანთ ჭკუიდან. გასაბერი ეკლესიაა იმისათვის მადლი. ვერ გააგებინებთ ვწუხვარ. პატრიარქს ვერ შეხვდით, ამიტომ პატრიარქს ლანძღავთ. ეხლა მაგის გარჩევის დროა, დამთავრდეს ეს გლოვა და დაიკრძალოს პატრიარქი და მერე გაარკვეს ხალხმა რა არის სიმართლე. ნეტავ რატომ უსმენ? ეს ავათაა და ის სერიოზულად რატომ ელაპარაკება, თან სერიოზულად ავათაა. ავადმყოფი ხალხი უსმენს რა, ანუ ხო იცით როგორ არის ეგ ადამიანი რომ ავად არის, სხვაშიც ავადმყოფობას ხედავს რა და ამდენი ავადმყოფი ადამიანი თუ იყო კიდევ თან წერა კითხვა თუ შეეძლო, ეგ არ მეგონა რა. ცხონებული პატრიარქიო, როდესაც საიდან გაირკვა ამ ტიპმა, როდის ცხონდა პატრიარქი თუ ის 2-3 დღის წინ მოკვდა, როგორ ცხონდა? სრული ქრისტიანული სწავლებით 40 დღის შემდეგ გადის სამსჯავროზე, თუ უკვე სამსჯავროზეა გასული, გამოდის დიდი ხანია მოკვდა. ხო, იცი რა არის? ამ საკითხებში ვერ ერკვევიან. ერკვევიან მხოლოდ იმაში, აი უნდა ადიდოის და დიდება, ხო. მერე იმ 6 თვის განმავლობაში რატომ არ შეკრიბე მრევლი და არ შეამტვრიეთ საპატრიარქოს კარი და არ მოინახულეთ კაცი ცოცხალი იყო. მომაკვდავი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადასაყვანი თუ გარდაცვლილი? ხო, ეს ძალიან საინტერესო კითხვა. თქვენ სად იყავით ერთი? თქვენ არ გაინტერესებდათ ილია მეორსად, ხო? მე რომ გავკიოდი, თქვენ არ გაინტერესებდათ? ისე სხვადასხვა სისამაიამ შემომთავაზა, რომ შევკრიბოთო მრევლიო და მივიდეთო და ამოვქოლოთო იქო და დავამტრიოდო და მეუთხარი ესეთი რამ რომ მეთქი ეხლა შენ ისეთ რაღაცას თავაზობ, რაც ქრისტიანული არ არის. მე იქ არავისთან საცემრად და ამოსაქოლად და დასახრედად არ მიდივარ, მე იქ მივედი, ვნახე სიტულ ვითარება, ფეხზე დაიკიდეს სამშვილიანი დედა წამოვედი. ნუ ამას ხო ვერ გააგებინებ ავადმყოფებს. ამათ უნდათ რომ მარტო ილიას გავუგოთ და მე რო გამიგოს ხალხმა ის არა. მე ავადმყოფი ვარ და ის ძალიან უწმინდეს უნეტარესი ტრაციანი სისხლნანთხევი ტიპი იყო რა. აი, ყველა ვინც დასახრეთი იყო 90-იანებში ყველას გვერდით დადგა პატრიარქი. ამას რატო ვერ ხედავთ ხალხო? ვერ ხედავენ, იმიტომ რომ ნაბოზრები არიან ესენიც. იმად გვერდში იდგნენ ესენი ყველა, ვინც მე ავადმყოფს მიწოდებს. რობოტებით რო დადიხართ ეკლესიაშიო და აქ ვინ გასაპასუხი მაინტერესებს. პროვოკატორი ყველგან შენ მუშაობ, ცოდვიანო.
აი როგორ არის იცი? ადამიანს როცა არ უნდა გაიგოს, ხო, სხვის მეორე პირის მდგომარე 300 აი ესე დავით ანჯერა მოდის. ბატონო დავით, მადლობა თქვენ რომ ამ ქალბატონის პიროვნება ლუსტრაცია მოახდინეთ. დიდი მადლობა დავით, რა კარგი ბიჭი ხარ, მიგავეც პასუხი. მადლობა უფალს ამ ხალხის საცოდავების ატანას მაძლევს, მატარინებს. რადგან წარმოდგენა გაქვს შენს თავზე ქრისტიანობასთან ახლოსაც არ ხარ, რომ ამბობ ისეთი ცუდი რამეები აქვს გაკეთებული ილია მეორესო. თუ ასეთ ფიქრობდი, რატომ მოანათვლნენ ბავშვები და რატომ მიხვედი მანდ, რომ ვერ მიგიღეს ასე გაწირე ყველა და ყველაფერი ძალიან დიდი ეგო გაქვს და საერთოდ ახლოს ვინც არის შენთან მისახედია შენი ჯანმრთელობა. ყველა ზაკერია ეს ჯანმრთელობა პირზე რა. აი ჯანმრთელობას დააგვიდით რა, არა ჯანსაღი. შორენას ეუბნებიან ყველაფერი დაცვაც და ვისაც შორენას ეუბნებიან ყველაფერს დაცვაც და ვისაც რა უნდა პატრიარქთან შორენას თუ მოუნდება გადაცემს პატრიარქს თუ მოუნდება არ გადაცემს ასე რომ პატრიარქზე ტყუილად დაგწყდებათ გული შორენას იქ ყველა შორენა იქ ყველაფერიო მე რა კარგია ბიჭო ესე იგი შორენაა პატრიარქი ჩვენ და არა ილია მეორე ხო ესე გამოდის ეხლა შორენას თუ ეკითხება და პატრიარქი იქ სადღაც ოთახში ყავთ მიგდებული და მე იქიდან იქ უნდა შევიდეს ვინმე მაგარი საცოდაობაა რა. რატომ მალავდნენ აზრი რა მოტივი? აბა მე რა ვიცი ხო? რა ვიცი 10,000 აზრი და მოტივი შეიძლება ყოფილიყო. ან ზუსტად ეხლა რატომ გაასაჯაროვეს? აგვიხსენით, გაგვაგებინეთ პატივცემულო ბიჭო, მე არც უსის წარმომადგენელი ვარ, არც ნათელმხილველი, რომ დავინახო ზეციდან შიგნით რა ხდება და არც ვინმე რომ ვთქვათ კომპეტენტი პირი რომ გითხრათ რომ აი ამიტომ და ამიტომ თქო ბიჭო ფაქტი სახეზე რომ დამალეს და რატო დამალეს ეხლა მოდი და იქ გაიგეთ რა ამდენი გიჟი საიდან მოდიხართ ამ ადამიანს შველა სჭირდება გეშინოდეს უფლის ბიჭო ქვეყნის მოღალატე ილია მეორე ზვიადი რომ გარდაიცვალა და მაგისი შეკვეთით რომ მოკლეს ზვიადი და სატანად ჩაძაღლდაო რო თქვა პატრიარქი მაშინ უწმინდესი და უნეტარესის რანგში იყო და ეპატიებოდა ხო ოკეი უიმე ეს გიჟი ყოფილა ეს უბედური ეს მაპატიე უფალო შემეცოდა მე ძალიან გული დაგწყდათ ისე დაგწყდათ გული რომ ჩემ მდგომარეობაში შემოსვლა მოგინდათ 6 თვის წინ როგორც გარდაიცვალა 1 თვის წინ მევნახე და ამას შეგხო არა აქვს. სად ნახე საინტერესო ცლად რომ მოიყვე მეთქი არ გინდათ ხო? კითხე. აბა ვნახოთ რას მოყვება. ღმერთი გეწეოდეს თამარ ზეციური ძალები ვერ მოვიდოდნენ შენთან თამარ ასე არ ლაპარაკობენ ის ხალხი ვინც ზეციურ ძალებთან აქვთ კონტაქტი. შენ იცნობ მაგათ? რომელერც უწმინდესი და უნეტარესის რანგში რო ყავთ ტრაწიანი პირნესის ხლანთხევი აყვანილი და ხვლიკებს რო ელაპარაკება ხო კაი მაშინ ბრატ ეგ თურმე სხვა რამე ყოფილა ჯერ ხვლიკებს უნდა ელაპარაკო და მერე ზეციურ ხალხს ხო კაი მეტის ღირსები ვართ ქართველების სხვა ერის შვილი რომ იყოს ეს ზუკნა გაატყავებდნენ ზეზეურად ოჩახ გადავისროლეთ იქ კანიბალების პირველ ყოფილების ხანაში ქვევით რო ქოლავდნენ ბრავო მაგარი ქრისტიანულია ხო და რაც ხდება ჩვენს თავს ყველაფრის ღირსები ვარ და ნურავის წყდება გული ეს არის ზურაბ დანელია 62:36 რა მაგარი ქრისტიანი ხარ გაატყავებდი ეგრევე ადამიანს ვთქვათ მაგარი ქრისტიანი ხარ, მაგარი ჯანმრთელი ხარ შენ ტვინში ხო იცი? ღმერთო რა უაზრობას ვუსმენ გარდაცვლილზე ცოცხალისთვის მოგეთხოვა პასუხი დალოცვილო? კი, დალოცვილი ვარ, მოვთხოვე 4 წელია პასუხს ხო. ფსიქიატრიული საავადმყოფო არ იცით სადმე წაიყვანეთ ეს უგუნური თავის პრეტენზიებით და მოჩვენებებით იქნება უშველო. ბიჭო, ეს ფსიქიატრიული რა ძალიან მოდაშია საქართველოში, რაღაცა არა ჯანსაღი ამდენი ფსიქიატრიული აკერია პირზე ამდენს ძალიან არა ჯანსაღი საზოგადოებაა რა რო იცოდეთ რა მაგარი შემეშინდა ამ ფსიქებთან აკყოფნა მართლა უყოთ რა ყველა მეორე ადამიანს ფსიქიატრიული აკერია პირზე რა
დედას ვიცავარ, სულ ყველა ფსიქიატრიულში თუ არ ჩაგსვათ, აი ახლა აქ ვინც ფსიქიატრიული ახსენეთ რა. თამარ, ეგ როგორ გაგიკვირდათ 8 საათი გალოდინეს ეს საქართველოა. ხო, ნადე. ხო, ვინც ერჩოდა მთელ ქართველ ერს, იმას კითხე ოდესმე რას გვერდშიო. ხო, აგერ 59 წელია გვერდჩოდა და რას გვერდჩოდა ვეკითხებოდი. რა უნდოდა? საინტერესოა რა. კი, მაგრამ თუ მთელ ეს ერჩოდა ეს შვილის მონათლამდე უნდა გწოდნოდათ, ასე არ არის? ბიჭო, რა გეცოდინება, თქვენაირი ბნელი ვიყავი მეც მაშინ. თქვენაირი ბნელი. რას მიყავთ შვილები მერე მოსანათლად 10 წელზე მეტია უკვე უძლიერებაში მყოფ პატრიარქს რა გაავებთ და საზარელი ხმით მოიხსენიებთ ასე საჯაროდ. ეს ისე სწორია, იქ ღვთის გადაწყვეტილებაა, ვისაც აქ მიწაზე ასეთ დღეში აგდებენ, ასე ლანძღავენ და სრულიად ამწარებენ, ასეთი ადამიანი უკვე საზვერეების გავლის გარეშე მოხდება სასუფეველში და თქვენისთანა სინდის დავიწყებულები სწორედ იდეალურ საქმეს უკეთებთ იმას, ვისაც ასე გავეშვებით ებრძვიან. გამოაქვეყნე თამარ ეს პოსტი, ანუ მიაცემინე შენს ალგორითმებს გამოქვეყნების საშუალება. გამოქვეყნებული არა მაგ ბიჭო, აგერ Facebook-ში და აგერ ვიდეოზე, ვითომ მაგარ გაიცინა. გავიცინოთ, მოდი. რაღაცა ხო საინტერესოდ კი. რაღაც ვერ ამბობ, რაღაცას ვერ ამბობ. რა ვიცი ყველაფერი. ალბათ ვერ ვამბობ. თამარ მეფის აშენებული საქართველოზე კოშკები, ეკლესიები, ხიდები გაიხსენე, მიყვარ ხარ. ოკეი. გაანებეთ ამ ადამიანს თავი გამწარებულია და დაზიანებული აქვს ფსიქიკა. თამარ, არ უნდა გააბოროტოს განსაცდელებმა, არ უნდა გაგაბოროტოს განსაცდელება. ეს იცოდე ერთი კარგი რომ გქონდეს ადამიანს გაკეთებული, აი მასზე უნდა ისაუბრო, ხოლო უარყოფითი ეშმაკი და ბოროტი საუბრობს. მშვიდობა და სიყვარული მოგცეს ღარ. ხო და მეც რო გარდავიცვლები, თქვენაირი ძალიან მაგარი ხალხი ისაუბრებს მხოლოდ იმ კარგზე, რაც მე გამიკეთებია. ხო? ტყავიდან ტყავს რო გამაცრობს და მე ჯვარზე რომ ამცრობს, მე კარგზე ილაპარაკებს. მე წიგნებს დასწერს და მე გაყიდის. კი, აბა მეც მაგიტომ ვიგინები, აბა შენ გონია ხა მე არ ვიცი ეგ წესები? ეს გოგო სამკურნალოა. ვისაც გაინტერესებს ეშმაკისეული ადამიანი როგორ გამოიყურება, აგერ არის. მე უპასუხე. ხო, მე ეშმაკისეული და პირდან სისხლ ნანთხები კუზიანი, უწმინდესი, ბრავო, აი მესმის თავდაყირად გომის არსი. აქ უნდა შევასწორო. კუიანი დამიწერია და აქ უნდა ჩავწერო ზ. ხო, აბა, ის ლამაზი იყო ილია მეორე. ძალიან ლამაზი იყო და მე გაწეჭილი ნახეთ როგორ გაწეჭილი თვები მაქვს. რუსულად რო წერენ გააჯვან, უფლის რისხვა არ აცდება, შენაერ საწყლებზე ლოცულობს პატრიარქი. ლოცულობდა პატრიარქი, ხო, აბა სულ ჩემნაირ საწყლებზე ლოცულობდა და იმიტომ მიმიღო იმის კართა რომ მივედი, ხო, მაშინ უიყოლებო. რა საზიზღრობა? ღვთისგან ვართ მოსულიო, მიშველოს უფალმა ღმერთმა. ისე მაგარი ხარ კომენტარების წაშლაში. აბა რა ვიცი, აი 300 კომენტარი გიწერია და ყველას აგერ კიდე განმეორებით ვკითხულობ და წაშლა რომ დომოდოდა და ამასაც წავშლიდი ჩემი შეყვარელო კოლიმერ. უძველესი ტაძრები ინგრევა და აღდგენილი არავინ არ არის. გაძარცვეს, გაიტანეს ძველი ხატები და ხელნაწერები, ხოლო ტაძრებს ყურადღებას არ აქცევენ. ხო, აი, ჯანმრთელი მიხარია. ჯანმრთელი ადამიანების აზროვნება, მადლობა უფალს. 23 წუთია გისმენ და სერიოზული სამკურნალო ხართ, ქალბატონო უფალი ხფარავდეთ. განსხვავებული აზრი თუ გაქვს სერიოზული სამკურნალო ხარ რა ამ ქვეყანაში. 1000%-იანიაო, კი, 1000%-ია. პატრიარქს არ შეატყობინებდნენ, თორემ პატრიარქი მიგიღებდათ, ხო და რა მე ჩემი ბრალია რომ დატყვევებული იყო, თუ თქვენი გეკითხებით რა. თამარია, ხარ თუ ვიღაცა ჯანმრთელობისთვის ცნობა გააქვს თუ ამბობ 6 თვისებები წინ მოკარკვალებული დამტკიცე არ ძიცითი რაღაცებს წერა გამართე რა. რატომ მოანათლინე ბავშვები? გაგესით ამაზე პასუხი, უამრავი ვიდეოა, გადადით ნახეთ. ესე იგი, ვისაც მოეპრიანება, უნდა შეაღოს პატრიარქის კარი და ნებისმიერ დროს ესტუმროს, ასე უნდა იყოს?
რა არ უნდა იყოს ასე, ესე უნდა იყოს თუ ერის მამა არის, ესე უნდა იყოს, დიახ. თან მით უმეტეს ნათლულები უნდა მიიღოს. აი მე ხა ქრისტეს თუ უნდა რომ დაემსგავსოს, ქრისტე ყველას იღებდა. გესმით, რა ვიცი აბა, კაი კითხვაა ისე. ხო, ეგრე უნდა იყოს. გიორგი ბასილაძეც როგორც მამა გაბრიელი ისიც დიდი ბერი იყო და ნიკოლოზზე რომ კითხეს ერთი პასუხი გასა ის დიდი ბერის გაბრიელის გამოძახილია ის ნამდვილია ნიკოლოზს აქვს ნათქვამი ვინც მე მაქვს ის ჩემი მტერია ბევრი შეგზავნილი ხალხი ყავს და უფუჭებენ სახელს რა შუაში აქ ნიკოლოზ ვერ აბსუს ძია ავლიპა რა პაციენტი გაუში ხელიდან აი გეუბნებით რა ყველა ფსიქიატრიულ აგერია პირზე რა აი აზრადაც არ მომივა რომ ვიღაცას თუ განსხვავებული აზრი აქვს იმაზე თქვა რომ ფსიქიატრიულში წაიყვანეთო აი ცხოვრებაში არ გამიფიქრია ესეთი რამე რა და ამ ხალხს რატო აკერია ფსიქიატრიული პირში ვერ მეტყვით პირზე აშკარად ყველა ფსიქიატრიულში ყავდათ და ყველა დააპროგრამეს იმიტომაც უთხრათ იას იმან რომ ყველა გიჟი ჩვენ ხელშიაო რა ჩვენ დაქვემდებარების ქვეშ არისო და მე ჩემთან ითანამშრომლეო გიჟებთან მოგწონსო ურთიერთობაო ხო, ერთ-ერთმა ტიპმა რო აეკიდა 3 დღე რომ დასდევდა თეას ერთ-ერთ ჩვენ მეგობარს. გეუბნებით ყველა ფსიქიატრიულში ყავდათ ეთყობა და იმიტომ იცნობენ ფსიქიატრიულს, რომ მე არ ვიცნობდი ფსიქიატრიულს, აზე არ ვიყავი საერთოდ ფსიქიატრიულში თუ რაღაცა განსხვავებული აზრის გამო შეიძლება ადამიანი გააგზავნო რა. ესენი კი გეთყობათ როგორ ღვთისმიერი ხართ, ჯერ არ გაციებულა პატრიარქი და რა დღეში ხართ. რეებს საუბრობთ, ნეტა თუ ყველაფერი კარგად გაქვთ თავში. ანუ გაციება თუ გაუციებლობა ეგ რა გაცივდა მერე და მერე ვისაუბრო 4 წელია მაგას საუბრობ და გაცივდა თუ არ გაცივდა 6 თვის წინ გითხარით რომ მოკვდა მეთქი და ფეხზე დაიკიდეთ. ეხლა რო გითხრეს რომ მოკვდაო გამოგიტანეს ბალზამირებული გვამი და დაგიდეს და ეხლა იგლოვეთ. ოკეი. ეს ავადაა შველა უნდა საცოდავს, ანუ საცოდავი და გიჟი აკერიათ პირზე ნახე საცოდავი და გიჟის საცოდაობისა და სიგიჟის ზღვარზე ვართ აი აქ საქართველოში რა რო იწოდეთ აი ესე ვისაც პირზე აკერია ეს ამის მიხედვით გამოდის რომ თანდათან უუნაროს ხდიდნენ ხო გამოდის კი მართლ წრეებს და სამღვდელოებას სულ ცალფეხზე კიდიათ ხალხი თვითონ თბილად არიან მოკალათებული კი ვერ გაიგებ YouTube რატომ არ ბლოკავს ამ ადამიანს იმიტომ რომ რატო უნდა დამბლოკოს ვერ ხვდები რა თვალებზე გეტყობა მკურნალი გჭირდება და ილია მეორეს არ ეთყობოდა ეგ თვალებზე არც სხეულზე და არაფერზე არ ეთყობოდა ილია მეორეს არა მარტო შემთან ხედავთ და იმასთან ვერ ხედავდით ოკეი თქვენ ხო ძალიან ზეკაცები ხართ და გონიერები ხართ შენ დაგეცა მეხი ფუ შეგარყვნილო ქალო ზურაბ ესე ინტერესო წყევლა იყო ეხლა ეს მეხიც დაგეცა და გარყვნილიც შენ ხარ მოვიდეს შენთან ის მეხი მე რო დამედნე ჩემსკენ რო გამოაგზავნე ახო გარყვნილება რა შუაში იყო არ ვიცი ხო ან ეთყობა სიტყვებს რომ ვამბობ ხოლმე რო ეშინიათ ამ სიტყვების რა ძალიან ეშინიათ უნდა მიგაჩვიოთ რა ყლე ჯური და ძუძუ აი ამ სიტყვებს უნდა მიგაჩვიოთ რა ვქნა რა საუბარი და რა სიტყვებით საუბრობ ქალბატონო თამარ რა ხდება ეს სიტყვები როგორ შეიძლება გამოვიდეს ქალის პირიდან ვაჟა ძალიან საყვარელი ხარ ამ გოგოს რომ ტვინში მაგრად უჭირს ეს უკვე გასაგებია უფალმა შეგინოს თამარ აშკარად ძალიან უჭირთ ტვინში რა ხალხს რა ყოჩახ შენ განძლეობას კარგო ადამიანო რომელიც ცდილობს ეს საწყალი გონზე მოიყვანოს ღმერთმა მოგცეს განძლეობა კარგო კაცო და აი ნახეთ რა ეს წეს ამას რა ეს ტიპია მკვდარი მკვდარი მაგარი ხარ მკვდარო შენი ვალდებულებაა დაამტკიცო თუ არ ეთანხმები გაჟღერებულს შენი ვალდებულებაა დაამტკიცო თუ არ ეთანხმები გაჟღერებულს ეს ვერ გავიგე ვის უთხარი ხო თამარ მეფეზე და მის შვილებზე ინფორმაცია სად მოიძიეთ ძალიან დავინტერესდი იქნებ წყაროს შესახებ გითხრათ
ცინარი, ეს კარგი რაღაცაა, სხვათა შორის, კარგი კითხვა დამიშვი და ამაზე ვისაუბრებ. დეკემბერია შეუაზრო. ვერ გავიგე. საქართველოში არ ცხოვრობ ალბათ და მაგიტომაა რომ ამდენი ბილსიტყვაობა და ამდენს ბერახე და აი იცის ამან საქართველოში ვინც ცხოვრობს ეგრევე საგიჟეთში მიყავთ ხოლმე ამან იცის ეგ ანირამარინა ხო და გაგასამართლონ უნდა დაუსწრებლად საქართველოში ვარ აგერ დიდი ღომში ვზივარ ჩემო კარგო თუ რამე გინდა მოდი გაგირჩევ საქმეებს ანირამარინა მნიშვნელოვანია მის გაკეთებულ საქმეებზე ვისაუბროთ. კაი, ვისაუბროთ. როდესაც ზვიად გამსახურდიამ ზენა მამულის არწმუნება შეგვინარჩუნა, ილია მეორემ კგბ-ს წერილი მიწერა და ეს წერილი არსებულია, რომ ეს ადამიანი ხელს მიშლის მმართველობაშიო და მოიშორეთო. ხო და ამის მერე მალევე კლავენ ზვიად გამსახურდიას. გამსახურდია რო კვდება, ზვიად ილია მეორე ალაფუშეტებს და იმებს ზეიმობს რა, იქ ჭამს რაღაცეებს, იქ მოაწყვეს დიდი დარბაზი და ჩაძაღდა სატანაო ზვიად გამსახურდიაზე თქვა რა, ძალიან ღვთისმიერმა უნეტარის უწმინდესმა და მანამდე სანამ ზვიად გამსახურდია ეუბნებოდა წერილი მიწერა ილიას რომ ქაშვეთის ეკლესიიდან გამოიტანეს ტყვია წამალი და იარაღიო ილია მეორე ავადი იყო ხო და ავადი ისე იყო რომ ვერავინ ვერ გამოაგზავნა არა როგორც მე რო ველოდებოდი მაშინ კართან ვერავინ ვერ გამოაგზავნა და ვერ მითხრეს რომ იცი რა აი ილია მეორე ხო ცუდად არის და ვერ მიგიღებს თქვათ ერთი რაღაც შეეძლოთ რა მარტო მაგ ფრაზით მოვეშორებინე თავიდან და არაფერს არ ვიტყოდი თქვათ ხო, ეგ ერთი საქმე. მეორე საქმე ის არის, რომ გაყიდული ომი 2008 წელს, როდესაც ბიჭები მოახოცინა იქ და დაახოცინა და გაუშვა ისე რომ მაგარი არ გააფრთხილა ეს ხალხი და არ უთხრა იმ ხალხს, რას აკეთებთ, ხალხო, გაყიდული ომი, ახალგაზრდა ბიჭები რატომ იყავთ ომში, ხო? მე იქიდან გვამები რო გამოიტენე და ცრემლები რომ მოსდიოდა იმის ცრემლები, ნიანგის ცრემლები, ვითომ ძალიან მაგარი პოსტები ჩაეწერა. კიდევ გეტყვით. ესე იგი სამშვილიანი დედა რომ მიადგა კარზე და ჩემნაირი კიდე ბევრი მიადგა სხვადასხვა დროებში რა იმ დღეს არა ვიყავ მე როცა ვიყავ ფეხზე დაიკიდა ეგეც კარგი გავანებოთ ახლა ამას თავი არა უშავს მე თუ ფეხზე დამიკიდა ეკლესიებში ვაჭრობა შეიტანა მის გვერდით შანგრილა არის გაშანგრილებული და მოკლედ მთელი ეს დედის წირება მიდის იქ რა მთელი საქართველოს მოსახლეობის რამდენი პროცენტია ამ შანგრილაში დამოკიდებული გახადა და იმას ვერ ხურავს ტიპი რა ესეთი ძალიან მაგარი საქმე გაუკეთა საქართველოს მე კიდე $75,000 ხე ჩამოუტანა საქართველოს აქ და $800 ფეხსაცმელები აყინიდა ტიპებს რა და მოკლედ ძალიან მაგარი ტიპი იყო ვინც კი ძუძუ და ტრაკ გადმოგდებული იყო ყველა დალოცა და გაუშვა იქ ზოგი ევროვიზიაზე ზოგი ჰოლივუდში და ზოგი სად ნუ მოკლედ რა ძალიან კაი რაღაცები გაუკეთებია რა მაგარი ტიპი იყო გეცანხმებით ისეთი მდაბიო ხარ ღმერთმა შეგინდოს Okay. უფალმა შეგინდოს თამარ. გეშველოს უფალმა პატრიარქის ლოცვებით. ფეხებს ისე ამოძრავებ, რომ მგონი ერთი ადგილი გეკავება. ვა, მიშა, რა კარგად უყურებ ერთ ადგილებში? კარგი თვალი გქონია შენ? სადღაც წაგრძდება ხოლმე, ხო? იქა, აკი არ მიყურე პირში, იქა, ხო? გეტყობა ვინც ხარ. რას ქვია, რასაც გინდა, იმას იტყვი. იმას ქვია, რასაც მინდა, იმას ვიტყვი. სიტყვის თავისუფლება გვაქვს. ღმერთმა გიშველოს, მიშველოს. შენ მიეცე შენს მკვდრებს, შენი ცხვირი გაშავდა, დამპალო, დედაკაცო მოგიტრიალდეს ზურა ბესებუა უკან ეს წყევლა დღესვე ახლა და ამ წამს ამინ ამენით. ნებითა შენი თავფალ. ქალი კი არა. ალქაჯი ხარ, გიჟია, თვალები გიჟის აქვს, დააყავთ ეს გიჟი. ალქაჯი ისე მართლა ვარ, ალქაჯი ვარ.
ხო და ეხლა რომ გამოუშვებ შენთან წყელოს, მერე ნახე იმ ალქაჯობის რა. ღმერთმა გიშველოს ნინო. ალქაჯის მნიშვნელობა რო იცოდეთ, რა არის, ხო? აღარ მეტყოდით მაგას. იმიტომ რომ კარგი სიტყვა რო იცოდეთ, ზეციური და გონივრული და ძალიან ძლიერი სიტყვაა. მეც ეგ ვიკითხე, ვის რაში აწყობდათ მოხუცი უძლური სიკვდილის დამალვა. ხო, რა ვიცი აბა. ვაი, დაანებეთ თავი, გაგიჟებს, გეუბნები, დაანებეთ თავი, ხო ხედავ, ნახე სტუმრები. რომ ჩამოვლენ, რას აატეხავს. ვაი, ვერ გავიგე რა თქვი. ყველა სახელით რატომ ლაპარაკობ ქალბატონო, ვნანობ რომ მოსმენა დავიწყე და სისულელებს რო დავკარგე, ხო? შენი პრობლემაა. ჩემო დავით ვერ გაიგებენ, ვერ არის ეს ნორმალური. ჩემო დავით. რა კარგი ისინი ყოლია, გულშემატკივრები, ჩემო დავით. ვერ გაუგებენ მაინც, ვერა. ილია მეორის ვერ გაუგებს თამარი და თამარსაც ვერავინ ვერ გაუგებს ილია მეორის ფანები, ვერა. უფალმა შემინდოს, შეპყრობილია ეს საცოდავი. ხო შეგეშინდათ, მეგობრებო, გამაგრდით. და რატომ ალავდნენ ნეტა, რას ფიქრობ თამარ? არ იყო ჯერ მწყობრში გვამი, უნდა გაესუფთავებინათ, ბალზამით დაემუშავებინათ, რომ მერე თქვენ დაეჭრათ ნაწილ და აქ-აიქ გადაეგზავნოთ. ეხლა ხო დაიწყეს უკვე მაგაზე ლაპარაკი, რომ უნდა დავჭრათო რა და ნაწილები სხვადასხვა ადგილებზე გადავაგზავნოთ. ალბათ მაგიტომ, მე რა ვიცი აბა. ხო, რეებს მეკითხებით. მალადეთ შენ გაძლებას დავით, ამას მტერი ელაპარაკა. ეს ალქაჯი საგიჟეთში უნდა იყოს. აჰა, კიდე საგიჟეთ. თავის შვილებისთვისაც საშიშიაო. საშიში. ის რო ხდება საქართველოში დღეს რასაც აკეთებენ, აი ის არის მეგობრებო რა. აგერ ნანა მეუბნება, ვინც ამ კომენტარებში ილანძღებით, რითი ჯობი ხართ ლანძღვის ობიექტს, არ მოგწონს ასკროლეთ, ყველას ჩვენი მოგვეკითხება ხალხნო. ჩემი ფავორიტი ხარ თამარ, მაგითი ხალხს პასუხიც არ უნდა გასცენ. მე ვასება რომ ვცემ პასუხს. ხო, რატო იცით, აი ხო მაგალითად დღეს ვესაუბრე ისეთ პიროვნებას, რომ რა მომიყვა იცით, როდესაც აწამებდნენ აი ციხეში რა. ჯერჯერობით შევჩერდები, იმიტომ რომ ძალიან ბევრია კიდე 300 რამდენი კომენტარი. ციხეში რო აწამებდნენ, უშვებდნენ ციხიდან, ასევე საგიჟეთიდან მხოლოდ ერთი პირობით, თუ ითანამშრომლებდა მათთან. ეხლა ესენი ყველანი თანამშრომლები არიან, თორე ეხლა ვის რაში აინტერესებს ილია მეორის დაცვა? ესენი არიან თანამშრომლები, ხალხო. ესე იგი გაუპატიურებით ხო ემუქრებოდნენ და რამდენი გააუპატიურეს, ეხლა ვიცი, რომ აი ზუსტად ვიცი, რომ 99%-დან, 100%-დან 80% გააუპატიურეს. და აი ქალიც და კაციც ბიჭო, ეხლა დაიყენეს მონებად. ესენი თქვენ გონიათ ილია მეორის გულანთებული მრევლია? ესენი არის ის ხალხი, საზოგადოება, რომელსაც დავალებული აქვს მიპასუხოს ესეთი რამ. იმიტომ რომ ძალიან დიდი პროპაგანდა უკეთდება აი სიდებილეს საქართველოში რა. აგერ ხედავთ, ხო? ანუ კერპთახვანის მცემლობას უკეთდება დიდი პროპაგანდა. აი ესეთი ხალხით როგორ დაიმონეს ხალხი და გეტყვით ხალხო. კიდევ გეტყვით. არ არსებულა ადამიანი, რომ არ დაეჭირათ სააკაშვილის მმართველობის დროს. არ არსებულა მეთქი ადამიანი რა, აქ ვინც ცხოვრობდა საქართველოში. და ვინც საქართველოში ჩაუვარდა მაგათ ხელში, ყველანი იძულებული გახდნენ, ესე იგი აქ ჰქონდათ კატეგორიები. ერთი ბერად წასვლა, ანუ ბერად რო წახვიდოდი და მოგცემდნენ იქ ნარკოტიკსაც, ტყვია წამასაც და რა ვიცი, კარგ ვიჟენიებს რა. მაგაზე თუ წახვიდოდი, გამოგიშვებდნენ და პირი უნდა დაგეკუმა. წახვიდოდი, არ გინდოდა ბერად წასვლა, მაშინ უნდა გემუშავა მაგათთვის. აგერ მუშაკებს ხედავთ უკვე რა, 300 კაცი თავს არ შეიწუხებდა ნამდვილად არც ჩემი ვიდეოს ნახვისთვის და არც ილია მეორის ვიღაცა ტრაწიანის დაცვისთვის. აი მართლა არ შეიწუხებდა რა. და აი
მაგიტომ ვკითხულობ, რომ ყველა იცნობს ფსიქიატრიულს. ესე იგი, ვინც ფსიქიატრიულს წერს, ის ფსიქიატრიულიდან მოგზავნილია. ესე იგი, ფსიქიატრიულში ნამყოფია და იქ დამუქრებული სისტემის მონა. იმიტომ რომ ეგრე დაიმონეს, ბიჭო, არ გააკეთებს და ისე ფსიქიატრიულში ჩასვავენ. ხვდებით ხო სისტემა რა მაგრამ მუშაობს? ამას მე ვხვდები, იმიტომ რომ მე მაქვს ხალხთან ურთიერთობა და კონტაქტი და ბევრ ხალხს ვესაუბრები, მათ შორის გიჟებსაც რა. უпростоრად გიჟები არ არიან, ისინი გიჟის ბილეთები მისცეს იმათ, ვინც ნორმალურად მოაზროვნეა და ვისაც არ სურდა მუშაობა მაგათთან. გესმით? და ამიტომ მეუბნებიან, რომ ეგენი რა, ის ჯანმრთელობის ცნობა მაჩვენეო, რატო იცით? ამათ ფაიზაღი იციან ამათმა სისტემა და იციან ვინ შემნაირად ლაპარაკობს, ან უნდა იყოს, ესე იგი, ვიღაცა უნდა ყავდეს უკან ზურგი, ან არ შანსი არა, ესე არალაპარაკებდნენ ადამიანს რა. შემნაირად ადამიანს არალაპარაკებდნენ. აუცილებლად საგიჟეთში წაიყვანდნენ. ამათმა იციან, სისტემის ხალხია, ხალხო ეს. ერთი და იგივე ხელწერა აქვთ. ერთი და იგივე ტექსტები, მეტი არა, აზროვნება მეტი არც შეუძლიათ ხალხო ამას რა. მე რატო გიყვებით ახლა ამას განვიკითხავ ამ ხალხს. ესენი მაგრად მეწოდებიან რა, იმიტომ რომ ჩვენ ისეთი ტისკი გაგვატარეს ქართველებს, ხო, აი თუნდაც ამ ხალხსაც, ხო? ესენი იძულებული არიან დაწერონ ეს ტექსტი. რატო? იმიტომ რომ 2004 წლიდან მოყოლებული 2011 წლამდე მიმდინარეობდა მონოტონური იმის გატარება, ტისკის გატარება. ვინც არ დაეთანხმა, აი, ჩემი ძმა ახლა ციხეში იყო და მე ხო ვიცი იქ რა ხდებოდა და რა შეთავაზებებს უკეთებდნენ, არა? ნებისმიერი ადამიანი 50,000 კაცი იყო, ბიჭო, ციხეში მოთავსებული ახალგაზრდა ბიჭი. რამ ის ყველა გაუპატიურებული იყო. 99% გაუპატიურებულია მათ შორის. და აბა ხელს არ მოუწერდი. არ მოუწერდი და მოკლავდნენ. ბიჭო, ვინც არ მოუწერა, ხელი ყველა წამებით მოკლეს. ისინი გმირები არიან, ვინც ციხეში მოკლეს. ჯერ ხომ მიმდინარეობდა ორგანოებით ვაჭრობა. ცოცხლად აჭრიდნენ ორგანოებს. თვალწინ უჭრიდნენ ორგანოებს და ყიდიდნენ, აბა გეთქვა რამე. დაასახიჩრეს, ანუ სულიერად მაგრა გატეხეს ჩვენიერი. ამიტომ ძალიან გული მტკივარ, აი მე მართლა გული მტკივარ, რა ხდება საქართველოში. ეს არ გამოვიდა გარეთ, იმიტომ არ გამოვიდა, რომ ამაზე არავინ არ ალაპარაკეს, ვინც ამაზე ილაპარაკა, დაიჭირეს, მოკლეს, გააქრეს. და მე ვინ მყავს ზურგს უკან, რომ ვერ მაქრობენ? ვინ მყავს? აბა თქვენი აზრით ვინ მყავს ზურგს უკან, რომ ვერ მაქრობენ? ქრისტეს სახელით არავინ არ ილაპარაკა ხალხო. ქრისტეს ეშინიათ მაგათ. როგორც კი ქრისტეს ახსენებ, შანსი არ არის, რომ ხელი დაგადონ. შენ თუ ქრისტეს სახელით საუბრობ, შანსი არ აქვს, რომ ხელი დაგადონ. კანონზომიერება არსებობს, ესე როგორც აქ დედამიწაზე შექმნილი აქვს იადაბაოც თავისი კანონზომიერებები, ისე ზეციურ იერარქიებს აქვს თავიანთი კანონზომიერებები შექმნილი. და ამ ზეციურ კანონზომიერებებს ექვემდებარება ეს იადაბაოთი, რომელიც ამ დედამიწაზე არის დაყენებული მსახურად ზეციური მფარველებისა. ზეციური იერარქებისა. და შენ თუ გამოხვალ და შენი მეტი ილაპარაკებ, ხო? შანსი არ არის, რომ შენ არ გაგიჩალიჩონ რა. ეგრევე სისტემა ჩაგითრევს. მაგრამ შენ თუ საუბრობ ქრისტეს სახელით, ეგრევე, აი, ფუი ეშმაკს რო იტყვი და რო გაქრება, ეშმაკი ეგრევე ქრებიან. არა აქვთ, უფლება არა აქვთ, შენ თუ ქრისტეს სახელით ისაუბრებ, ხელი დაგადონ. ეგ კანონი იცოდეთ ჩემგან რა. და ნუ შეგეშინდებათ, ქრისტეს სახელით ვინ საუბრობს, ვერავის ხელს ვერ ადებენ. ჩემს უკან და ჩემს წინ, ჩემს გვერდზე და ჩემთან დგას ქრისტე, რო იცოდეთ რა, არავინ სხვა. ერთადერთი დაცვა მაქვს მე, ეს არის ქრისტე. მამაზეციერი და დედაზეციერი მასთან ერთად. ამიტომ გეუბნებით რა, ეს ხალხი ამდენ უაზრო კომენტარი, თუნდაც ის დავითი, თქვენ გონია ის დავითი სისტემის კაცი არ არის? კაცი შვილი არ არსებობს ამ სისტემებში, საქართველოში მუშაობდეს და სამუშაო ქონდეს და სისტემის კაცი არ იყოს. არ არსებულა ეგეთი რამე რა. სისტემის კაცია, ყველა. არ არსებობს სისტემას
არ ყავდეს ჩაჭერილი ანუ ვინც დასაქმებულია ის, ვისაც ბიზნესი აქვს, ვინც დასაქმებულია, ყველა სისტემის ნაწილია. ზოგი ესე გააჩუმეს, ზოგი ისე გააჩუმეს, ზოგი ფულს იხდის, ხარკს იხდის, რომ არ ახლონ ხელი და ოღონდაც თავის საქმე აკეთებინონ. ადრე ქურდები აგვარებდნენ მაგასა, ავტორიტეტები და ეხლა აგვარებს სახელმწიფო. გესმის რა ხდება? და თქვენ ამას უნდა იცნობდეთ, ამ ვითარებას უნდა იცნობდეთ. თქვენ თუ ამ ვითარებას არ იცნობთ, ჩემსავით ვერ ილაპარაკებთ. თქვენ თუ ხედვა არ გაქვთ, ჩაწვდომა არ გაქვთ მასში და წვდომები არ გაქვთ, ბიჭო, იცი როგორ შეგაშინებენ და რამდენი ისეთი გინდა წყევლა, გინდა ის მომწერეს? მუქა რა. თქვენ შეშარა ქათმებივით გაგაჩუმებდნენ რა. ის კი არა, ჩემ მეგობრებსაც უკვირთ, რომ რა მაგას დაცვა ყავსო, თორე შანსი არ არის, ეგრე არ ლაპარაკებდაო. არ ალაპარაკებდნენ ეგრეო რა. კი, მაქვს დაცვა. ერთადერთი დაცვა მაქვს, ქრისტე ღმერთი მეთქი გეუბნებით რა. ხელს ვერავინ დამადებს, ეს ჯოჯოხეთში მოხდება. მე არ მეშინია სიკვდილს, თქვენ გონიათ მე სიკვდილში მეშინია, იმისთვის მოვედი აქ, რომ სინათლე შემოვიტანო და სიკვდილის შემეშინდეს. ეგეთი რამე არ არსებულა რა წმინდანებში და თუ შენ სიკვდილის გამო დაიმალები და შენ პირს დაკუმავ, აი როგორც ეხლა აგერს ამასი კაცი, ბიჭო, ერთი და იგივე ტექსტებს წერს, უკვე ზეპირად ვიცი რა ტექსტებია რა. მე ეხლა აქ ხო 300 კაცი წერს ამ კომენტარს და 1000 კაცი მადლობას მიხდის და ვერაფერს ვერ წერს, იმიტომ რომ ეგრევე დაადებენ ხელს მას. გაიგე რა ხდება? აქ უნდა იცოდეთ რა, მაგარი საერთოდ ისე მე რომ იცოდეთ რა, ძალიან სიღრმისეული მოთამაშე ვარ. ვინც იგებს ამ თამაშებს, ხო? კარგად თამაშობს, ვინც ვერ იგებს ამ თამაშებს, ვერ თამაშობს. და ეს თამაშები, ანუ ფსიქოლოგიურად და ფსიქიკურად ჯანსაღი რო იყო, უნდა იცნობდე ამ თამაშებს, თორე შანსი არ არის, ვერ გაუძლებდით რა ამ ტისკს. ეხლა მე რასაც ვკითხულობ, ეს რასაც ვკითხულობ, ეხლა და რაც თქვენ მოგეძ, რასაც არ ვკითხულობ, რაც არ გადაგხდათ თავზე, რაც გარშემო მყოფებში არ გადაგხდათ თავზე, იმას ყო არ გელაპარაკებით არა. ზღვაში წვეთია, რასაც მე თქვენ ჩემი ცხოვრებიდან გინდობთ და რასაც განდობთ, აი იმას ვერ უძლებს ზოგიერთი რა და რასაც არ განდობთ, ის ვაფშე ჩაიქოლებოდა, შანსი არ ქონდა იმას, რომ რამე გაეგრძელებინა საუბარი, 4 წელია ვსაუბრობ უკვე. გესმით? ამიტომ ეხლა დავხურე რა. ანუ ერთი და იგივე ხელწერა აქვს. ნათელმხილველი ხარ რა დაინახე სურათი ასეთი? ქვები რო ვიმუტანე? ნათელმხილველი ვინ გითხრა რომ არა ვარ ნათელმხილველი. მე შემიძლია შორს ჭვრეტა, მაგრამ ნათელმხილველი არ ვიცი რა მოგახსენო. ვინ ხარ, რას წარმოადგენ, რომ საყვედურობ, გაიხარე შენ დავით ამ სიმართლისთვის. ვინ ხარ, რას წარმოადგენ, რომ საყვედურობო, ესე იგი, აქ ესე იგი იერარქიული დაყოფის დროს რაღაცას უნდა წარმოადგენდე, ის არ კმარო რომ ადამიანი ხარ რა და სიტყვის თქმის უფლება გაქვს. ბრავო. ეს ჩერნობილელი ლოსი ვინაა? ამას ღია კოსმოსში გავუშვებდი ძველი მაგნიტოფონით, აი ჩართო მდგომარეობაში, რომ ფრენა ფერადად ციმციმებდა. ოცნებები მეც ვიყარს მეთქი მიწერე. ესეც გითხარი რა ხილვა გქონდა და რის გამო იყავი მისული? ხილვა არ მქონდა ხალხო. ხილვა არ მქონდა, შინაგანმა გულმა მიგრძნო რომ აიღე ეს ქვები და მიდი მასთანო. საიდან მოიტანეს რომ ხილვა მქონდა? არ იყო ღვთისნება და მაგიტომ ვერ ნახე პატრიარქი, ესაა ჭეშმარიტება. აჰა, ჯანსაღი აზრი. ნამდვილად არ იყო ღვთისნება ბიჭო, მე ეგ კაცი რომ მენახა შეიძლება იქვე გასწრომოდა სული. ანუ 4 წლის წინ მე ჩაიშლებოდათ გეგმებია. რატო გასწრომოდა სული იცით? მაგას ეშინია წმინდანების ნახვის. სატანა უდიდესი სატანა იყო. რას ყვებოდა დაავიწყდა, იმიტომ რომ გონება გაქვს არეული ეშმაკისაგან. ხო გამახსენდა? მაგას როგორ ყვები, როგორ სიტყვებს ხმარობ, რატომ არ ეშინია? არ ხმარობ სიტყვებს. ვამბობ სიტყვებს და სხვათა შორის რომელ სიტყვასაც მინდა იმას ვიტყვი, იმიტომ რომ ყველა სიტყვა წმინდაა.
ზეციურმა ძალებმაო კაცო უკაცრავად მამაპაისი არ ეჯერა რომ წმინდანი გამოეცხადა და თქვენთან რა დამსახურებით ურთიერთობენ ზეციური ძალები? იცი რა დამსახურებით ჩემო კარგო? აი ჩვენ გვაქვს ქართველებს ესეთი გამოთქმა, სტუმარი ღვთისაო. ესე იგი თუ სტუმარი ვიყავ, ესე იგი ღვთისგან ვიყავი. მოგიჭკრე? თუ მოგიკოზირე, თუ მოგიტუზე. ავად მე ყოფის საწყალის შეგინდოთ უფალ, ავად მე ყოფის. ხო, შენ ყოფის კი. მე უფეს რატომ ვერ გთხოვეთ რომ მიიყვანეთ პატრიარქთან? ვთხოვე? ვერ მიშველა. ქალბატონო თამარ, არ განკითხოთ, განკითხოთ. ქალბატონო თამარ, არ განკითხოთ. არ განკითხოთ. რა, ხო, ანუ არ მომხილო? განკითხვა, იცი რა არის, რა ავტომატურად ავიღო და ვესროლო რა, ეგრე განკითხვა, რომ ჩავქოლო და დავასახიშო. რა საშიში ქალია, ხონში სასწრაფოდ. სხვადასხვა ხონი ამათგან გავიგე, რომ არსებობს რა იქ საგიჟეთში. მე თქვი რა ხდება ამ ხონში, რა ყველას ხონი აკერია პირს. აუ მეწოდება ეს ქალი უმკურნალეთ ვინმე. 99%-ში 9 აპრილს რა მოხდა შეგიძლიათ აგვიხსნათ? ესა 99-ში 9 აპრილს რა მოხდა შეგიძლიათ? ხო, 99-ში რა მოხდა და მე ვიჯექი 5 წლის ვიყავი. 4-5 წლის ვიყავი ესე და ვიჯექი ზუსტად აი სადაც ის 9 აპრილის ადგილი სასახლე კი არა, ქაშვეთის ეკლესიის აქეთ პარლამენტის და ის ხო არის. აი პარლამენტის უკან ცხოვრობდით ჩვენ რა, ანუ მე მაშინ 4-5 წლის ვიყავი, ხო, ვიჯექი რაფაზე. ესე ფანჯერასთან ვიჯექით მე და ჩემი ძმა. ხო და მოკლედ დავინახეთ რომ ტანკები მოდიან, დედაჩემი ტირილი ჩემორბის და ფანჯრებიდან ჩამოგვიყვანა უწყლად და ძალიან ისეთი მომენტი იყო რომ აი გარეთ ყვიროდნენ, ყვირილი დაიწყეს უკვე და ვერ გავიგეთ ჩვენ ბავშვებმა რა ხდებოდა ხო 4-5 წლის ბავშვი. უბრალოდ დამამახსოვდა მე ეს მომენტი, რომ ძალიან ისეთი მკვეთრი იყო რა, დედაჩემი რომ ტირილი ჩამოვარდა და იქ რო გარეთ ყვიროდნენ და ისროდნენ კიდევაც ეთყობა, მაგრამ ეგ ვერ აღვიქვი მე სრულად რა არ ვიცოდი რა იყო და საბოლოო ჯამში ხალხი ჩახოცეს რა. აქ ზვიადი ახლა მე რო გაიგვა რა ხდებოდა, გავიგეთ ახლა ყველამ ვიცით რაც მოხდა 9 აპრილს, ხო? ხალხი იცავდა თავის ენა მამულს არწმუნოებას, ილია მეორე გამოვიდა და უთხრა სიკვდილი რეალურიაო, გავწავიდეთ დავითესო თუ აქედანო ვირთხებივითო. ეს არ გააკეთა ჯიგარმა გმირმა ქართველმა ხალხმა, მათ შორის ზვიად გამსახურდიაც და მერაბ კოსტავაც იქ იდგნენ, არ გაქცეულან ვირთხებივით, იმისავით, ილია მეორე ვირთხასავით და შევარდნაძესავით და არ მოტეხილან რეზიდენციაში რა. იქ დადგნენ, იქ იყვნენ და ამიტომ ჩვენ ენა შეეწირნენ, რო იცოდეთ ის ხალხი რა, ამის ხარჯზე ჩვენ ენა შევინარჩუნეთ. ანუ შეიწირეს. მანდ ილია მეორე გადადგომოდა ტანკებს, არც არავინ მოკვდებოდა და არც არავის ესროდნენ, რო იცოდეთ რა. თუ არ იცოდეთ აგიხსენით. ავლიპ ზურაბიშვილის პაციენტი. პირველად გავიგე ეს ვინ არის, მაგრამ აჰა ეთყობე ვიღაცა არის ფსიქიატრი, ხო? აქამდე სადიყავი, თუ მასე იყო, მანამ გეტყვა, შენ რომ არ გჯერავს, რასაც ამბობ. 4 წელებს საუბრობ. ნაზი გულის რევებს წერს და ხო ეგრე ანთხია ზუსტად პირიდან სისხლი თქვენმა ვირთხა. ღმერთმა შეგინდოთ და გაპატიოთ, სამხელი არ ქვია. მე-9 კლასამდე მაინც რომ გესწავლა წაგადგებოდა, მაგრამ რას იზავ, რაც არის ეგ არის. ნეტა მართლა მე-9 კლასამდე მესწავლა რა. არ მექნებოდი თქვენსავით, უტვინო ვიქნებოდი და ბევრსაც არ ვილაპარაკებდი. თქვენერი ბნელი არ ჩემნერი ნათელი არ ვიქნებოდი ხო? ბნელი ვიქნებოდი თქვენსავით. ასეთი გაბოროტება კარგს არ მოგიტანს, უფალმა შეგინდოს, არ ხართ მართალი, არც ერთ პუნქტში არ ვარ მართალი. ეგ თქვენი აზრია ჩემო კარგო. მე კიდევ ვფიქრობ თქვენ არც ერთ პუნქტში არ ხართ მართალი. მოდი რა ვქნათ ახლა, აბა რომელია მართალი, როგორ განვსაზღვროთ? უბრალოდ დაარეპორტეთ, კი, კარგია.
ქაშვეთთან დაკავშირებით 6 იმართლია და 9 აპრილსაც მიატოვა ხალხი და წავიდა. იცოდა რომ ჯარი იყო შემოსული, მაგრამ ხალხი არ დაიშალა. ამას პასუხს ცემენ 9 აპრილს იცინიან, იქ იდგა როგორც თქვენ ურა პატრონები გაიქცნენ, ისიც გაიქცა და დაცვამ სად იყო გამსახურდია, სად იყო აორთქლდა, როგორც ყოველთვის სოროში ჩაძვრა. ვინ მიატოვა არ გცხვენია, მაგას როგორც კარგად მოისმინე, რაც ეუბნება ხალხს, ხალხმა რომ უპასუხა, არ ვიშლებითო, მაშინაც მე თქვენთან ერთად ვრჩებიო, რომ დაიწყო დაბნელება, ყველა გარბოდა, ზვიადი საერთოდ გაქრა, რატომ არ იყო ხალხთან, პატრიარქი დაცვამ გაიყვანა, ამდენ სიბოროტეებს როგორ ამბობთ? აი როგორი შთაბეჭდილება მოჩება რა ერის მამა და დაცვა რო გაგათრია რა და ხალხი რო დატოვეთ იქ ზეწლად რა მაგრები ხართ რა აგრები ხართ ავადყოფია ეს იმენა ავადყოფი ღირსი იყავი და წევლიდნენ ოკეი ხო მიუბრუნდათ უკან ესე იგი ვინც იყო ღირსი იმას მიუბრუნდა უკან ძღნერი არაკაცია ესეც კი გეთახმები ავად არის ავად თან მეწოდება თმა მაინც შეიკარიდა 100 ამხილე გეშინია რომ გიყურებ შესაძოდაო ბიჭო რატო იტაჯებთ ხოლმე თავს თუ არ მოგწონათ ასკროლეთ ხო ეთყობა უჟესების ფილმებზე გამოგწურენ და თავის მაზოხისტები ხართ რა ბატონო დავით თუ ასე ვერ გავიგე რა სიტყვებით მეტყველებს ამან რა შვილები უნდა გაზარდოს ვინ გაძალებდა რატომ მოანათლინე პატრიარქს მესამე შვილი დედაჩემი მაზალებდა მაგის რა ვთქვა ღმერთმა შეგინდოს და ჭკუაზე მოგიყვანოს ამან რა შვილები უნდა გაზარდოს საუკეთესოები მყავს დღეს ხოთეშორის ვალაპარაკე ჩემი შვილები და გაიცანით უგინდა ჩემი შვილები საუკეთესო შვილები ყავს ყველაზე კარგი მოსწავლეები და ყველაზე კარგად მოაზროვნეები რა ჯანდაბა არ გასვენებთ აბა ეგ გეკითხათ ილიასთვის უფალი და სატანაო ორივე აქ ჩამოსულა დედამიწაზე და კეთილსა და ბოროტებას შორის ბრძოლა ჯერ სატანა ერევა ხო ჯერ სატანა ერევა აგერ ვითომ მომერიეთ ხო კრავს ცირია გძალა და მაინც იმარჯვებსო მე ვარ ის კრავი ჩემო კარგებო არ გიყვართ ესეთი კრავი მოგიწევთ შეიყვაროთ რას ისულელას წერო რას უაზროვეს ბოროტი კეთილს თამარ თუ ჩემს სიტყვებს დაიჯერებ მჯერა შენი დავითის კი ვერ გავიგე რა სიტყოდა და გიმტკიცებ და გაიხარე რაც ტკივა ამბობ თუ არ მეთანხმები მითხარი მანანა გეთანხმები მანანა და აი ჯამთელი რო ხარ გეტყობა რა და იქაც მიუწერის სასვენი ნიშნების უტუქალი და გახარებულია ვიღაცა ნიანო უტუქალი რას ნიშნავს პირველად მესმის ჩემო მეგობარმა ოღონდ დიდი ხნის წინ მიუყვანა ნათლულები ალბათ 15 წლის წინ და კარგად მახსოვს არც შეუშვეს ისიც გაიგებს ჩემს მდგომარეობას კარგი მადლობა ამ კომენტარისთვის ჩემო კარგო ბელა ნუ ნერვიულობთ თამარ მაგ ბნელ კერპთაყვანისმცემლებს მაინც ვერაფერს გააგებინებ მადლობა ლალი მადლობა ვინ ხარ საერთოდ თქვენი ხარ საერთოდ იყო ქრისტიანი და სატანამ გადაიბირია რა ესე ყველას შეიძლება დაიმართოს ამიტომ უნდა ვილოცოთ სულ რომ ვერ მოგვერიოს სატანა და გონება არ აგირიოს უყურეთ მამა პაის სატანა რას აკეთებს მაგარი საცემი ხარ ეს გიჟი რომ დაგეფერთხოს თავიდან აგრესიული გიჟი ხარ
ხო, ძალიან ცუდად დამთავრდება, თამარ, თუ რაიმეს ხედავ შენში დაამუშავე და შენი გზით იარე. შენ რო შენი გზით იარო, არ გინდა შემოკარგო და შენ დაამუშავო რაღაცეები? ავადმყოფი, არ არის ეს გოგო ნორმალური. მართალი ხარ, თამარ. ერთი რამ აინტერესებს Facebook-ზე ნინო ვაზისა შენ ხარ? არ ვიცი ვინ არის ეგ. თამარ. ბრავო. დავით მარტალი ხართ. შენ დამპალო შენ ნაგავო. მუმია იყო დიდი ხანია მაგი გამოგორა და ორი კაცი გამოაგორებდა ორი კაცი ისევ შეაგორებდა თვალს ახედა და რაიმე გრძნობა და აზროვნება ჰქონდა? შენ ნაგავო. ყველა ციფრი შენია, ჩემო დახატულო. მადლობა ილია. ავადმყოფი ხარ, უსირცხვილო ხარ. ილუშა სულ სხვანაირია კუბოში. გეთანხმები. TikTok-ი მაქვს, მაგრამ არ აქტიურობ დიდად. მოხუცი გოგონას უყურებდა. მოხუცი გოგონას უყურებდაო? გადავადარგმნინე და ნახე რა ეწერა თურმე. საზიზღარი დედას შევცე ჰე ნაძირალა ყლე ქალა. წმინდეს და უნეტაროსების ტიტულშია ასასული უკვე. ისე ვერ გააგებინებ ქართველებს თუ არ აგინებ თამარ, კი ნამდვილად. მე თუ მკიდი ხარ, ვინ აქ წერთ გიჟო? თქვენ უარესები ხართ, როგორ იქცევით, ყველა ქართველი გაგიჟდა, უკვე ყველა გიჟი ხართ, ეს კი არა. მადლობა, ანი. უფალმა შეგინდოს. და გულები. მოვჭით. ვახალაშ. აი, გეუბნებით რა. ეხლა ნახე რა ხდება რა. ჯერ ბავშვებს ჩახედეთ თვალებში, ისინი ანგელოზები არიან, ანათებენ თვალებიდან. კი, შორენა გეთახმები. უნდა ჩახედონ, ეგენი გამიცნობენ მე და მადლობას მომიხდიან, იმიტომ რომ ჩაჭერილი ვინც არის ეხლა ვის არ უნდა მხსნელი. ხო და 8 წელზე მეტია თამარ მეფის საკლდამა სადღაც გადამალულში საძებარი გამხდარა მოახლოვდა დღე აღდგომის ვისაც გინდათ იცინეთ თამარ მეფეს სამს დავითვლი მის კაბით კი ერთით მეც 2026-ში გამობრძანდეს უნდა გამზადეთ მაცხოვარის საბადარძლო სუფრა 220 თმანათნავი ოქროს ბურთულებით ოქროსია კაბის ფასი და ოქროზე მედიც ლაილა 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 სხვა ვერავინ ვერ ჩაიცმევს თამარს თვითაცვია ახალია ძველის მსგავსი უკვე აღმდგარია 220 არა გელოდებათ დიდი შოუ მალე გაკვირდებით როგორ შეძლო თამარმა და ძლია საკვირველი ლაილა 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 მომწონს ეს სიმღერა ცოტა ვიმეშლედი და კარგად გამომივიდა. მოიცა? კუინტამა სუნო. ვნახოთ. მოვისმინოთ. მოვისმინოთ 220 თმანაწნავით თამარ მეფის აკლდამა ქვია ამ სიმღერას თამარ მეფის აკლდამა
და ერთად ვიმღეროთ. აი ეს არა ეს არ არის ერთი უკვე გამხდარა როცა გახსნი შეხმოწევს ეზოში იქ დახტება ბიგარი ისის გადავიდეთ იმღეროთ ვასელზე მეტია თამარმების საყდამა სადღაც გადამაულში საძებარი გამხდარა მოახლოვდა დღე აღდგომის ვისაც გინდათ იცინეთ თამარ მეფეს სანს დავითვლის გავით კი ერთით მე 2021-ში გამოგზავნეს უნდა დამზადეთ მას ხოვარის საპატარძლოს უფრო ასე რომ ჩემო კარგებო მოგიწევთ საპატარძლო სუფრის გამზადება. გაიგე. მე გავლამაზები ნახეთ, ესე კი აღარ იქნება გაწიწვილი, თმებს გავიკეთებ სალონში. 800-ზე მეტია თამარ მეფის აკლდამა სადღაც გადამალულში საძებარი გამხდარა მოახლოვდა დღე აღდგომის ვისაც გინდათ იცინეთ თამარ მეფეს სამს დავითვლი მის გავით კი ერთით მეც 2021-ში გამოგზავნეს უნდა გამზადეთ მას ხოვარის საპატარძლოს უფრო ორესოთით მალეცნავი ოქროს ბურთულები ოქროსია კაპის ფასი და ოქროზე მეტი სხვა ვერავინ ვერ ჩაიცნობს თამარს იწვია ახალია ძველის მსგავსი უკვე აღმდგარია გველოდება დიდი შოუ მალე გაგვირდები როგორ შეძლო თამარმა და ორიათას ოცდაექვსში გამოგზავნეს უნდა გამზადეთ მას ხოვარის საპატარძლოს უფრო ორესოთით მალეცნავი ოქროს ბურთულები ოქროსია კაპის ფასი და ოქროზე მეტი მეტი არის ება გაიგეთ ახლა ვინ ვარ მე ხო აი აბა ესეც მოვიშნით ეს მოვიშნით აბა ეს მოვიშნით ესეც მოვიშნით აბა ახლა ეს მოვიშნით
ვასელზე მეტია თამარმეთის საკვდამა სადღაც გადამალუში საზებარიდა ერთი და იგივეა, მოდი ეს მომიშნეთ, შენ პატარა ძალი რომ ხარ. აი ეს არის მეგობრო, ვისაც გაინტერესებთ ჩემი სიმღერები, ხო? 4000 კაცს უნახავს უკვე, აი ძალიან ბევრია აქ, ნახეთ. შენ პატარა ძალი რომ ხარ მეგოს ხარი ბავშვებმა მე და ისე გაიხარებს ქართა რელაცაშენებს პატარების დაფქვილია ეს კატოც და ეს ხორბალი და თუმზე გამოანათებს ასნება ამასვალი აი მაშინა ხვალდება შეცვალა ტექსტი ენაც მაშინ დასაწყდება დაფარული მასის არის და ესენა გავაცვილი გამოაჩენს ჩვენს ლაზარებს მოდიო გადაგორდება ვისთან მაშინ გაიხარებს ხო, ეს იყო საინტერესო. და დავაგვირგვინოთ. კაკა ილიათი. იყო და არა იყო რა ილიას სული მიგორდა ამერთმა მოგკითხა ამბები ისთვის მისული ტიროდა შვიდასი ახალგაზრდის სულს ეკაჩებოდნენ ქაჯები მოვიდა დედა ქართლისა ყველანი ჩახსნა და იხსნა აღარ მოდისო ძალები საზვერეს ვეღარ გადვიდა რენდას ვიტიროდა მე კარმა მოხიდა მეცა რომ არ ზრუნავდი შვილებზე მამად ვიყავი მავალი რაც მამლის დაკლა მიშველის ვეღარ ცვები სათავარი აც გამაქო ბოდიში აც გამაქრობენ სულელსა ღმერთი წელიც დაიახვეც რა დაზრუნავდი შვილებზე მე სულელს აღარ მიცავენ რა დარვიღვაწე არ ვწირე რა დარვიბრძოლეს ქრისტესთვის ელიახვემ რომ განწირა რა მეშველება ვინმე თქვის ამას თირო დაივია სამშვილს მიღმა ჯდომარე მოელის მრავალ მოწამეს მათლულის შვილებს რომ სწავლე ასელოდა ნათლულთა სულების გამოსალმებას დარიცოდა რომ სულ სხვა დრო რომ მოსულა მალულე აზუგდავება დაიწყო სულები აღარ მიდიან კაცნი ხოლმე არ ქოხნათ
უკრავად გარდაიქმნია რა გინდა სიმღერაც კი მიუძღვენი მის სულს ხედავთ როგორ მიყვარდა ოსმის დროსაც გაგვაერთიანა და წესმის დროსაც გაგვაერთიანა ეს რა არის? ტექსტი სულ გადაასხვანაირა. რატო სხვაგან არ შევცვალა ტექსტი, მაინტერესებს. არ უყვართ ებრაელებს რომ ვიწერთ საქართველოს ქრისტესია. კიდე მოვისმინოთ ერთი თუ გავთიშოთ. გავთიშოთ თუ მოვისმინოთ. ქრისტეს ენა ქართულია, დიახ, ქართულია. ვისაც გაინტერესებთ როგორ მომძებნოთ რა. აი ჩვეულებრივად ჩაწერთ Google-ში ამას. ეს არა, ეს რატო გევინთ არა. ეს გერმანულად გადმომითარგმნა ახლა. აი ესე მოძებნით რა. ნახე? win თამარ. მე ძებნაში გავუშვებთ. აი სუნოს ხედავთ ხო? აქ რამდენიმე გამოჩდება. თუ არ გამოჩდება, ჩაუწერეთ სუნოც.
და ამოგიგდებთ აი ამას. ეს რატო სულის ვერ ხვდები რა უნდა. მერე აქ რომ მოხვათ, გადახვალთ აი აქ მეტის ჩვენებაზე და აი აქ არის ყველა ის სიმღერა, რომელიც შევაქმნევინე სუნოს ლექსებიდან. ერთ დროს დაწერილი ლექსებიდან რა. და შეგიძლიათ ნახილოთ. და ტექსტი თუ გაინტერესებთ, ხო? აი დააჭერთ თქვათ ამას და ჩაირთვება აი აქ, ხო? აი აქ გახსნით და გაიხსნება ტექსტი. თუმცა რამდენიმეში მიცვლის. ანუ ზოგჯერ უაზრო რაღაცეებს წერს. სადაც საინტერესო ტექსტია ლაზარესენით დაწერილი. Isi simღერა ისე კარგია ისი რანგები ისი რითმები რომ არეულია არ ვასნები არ ვიბნები ეს კარია განსარებული გასოფებული გავებული ხოსაშიში ვერჩამეს მისაღებული გაგარეული რაღაცა სიტყვები გახსნია ნუ გაიქცევი შემხედეში ნუ დაილევი იცი რა ვიფიქრე, ესეთი ახალი კონტენტის დაწყება მინდა, რასაც ერქმევა სხვა განზომილება რა და ამ სხვა განზომილებაში დავპატიჟებ სტუმრებს. ესენი იქნებიან სავარაუდოდ თეოლოგები, საღვთისმეტყველო ხალხი თუ დამთავრდნენ და სხვათა შორის ის პირები, ვისაც ნამუშევარი აქვს მე-12 საუკუნის საკითხები, მაგალითად თამარ მეფეზე რამე უწერია, ვეფხისტ ყაოსანზე რამე იცის, აი ამ საკითხში აი სხვა განზომილებას ვაპირებ, რომ გავაკეთო. ოღონდ ეხლა ჯერ ხო ფიქრობ ლოკაცია საკმაოდ ძვირიჭდება, მეგობრებო, პოდკასტების სტუდიოები. ხო და ვფიქრობ, რომ მე თვითონ მოვაწყო სტუდიო რა, ეხლა ამდენი ხალხს დავპატიჟებ,
გავიძარცვები ახლა. წარმოიდგინე 1 საათის ვიდეო რო გადაიღო და ოთახი სტუდიო რო იქირაო 340 ლარი დამიფასე. სამეთქია თქვენ გიჟებ ხო არ ხარ. მე თვითონ გავაკეთებ იმ სტუდიოსაც და მე თვითონ გამოვჭრი ვიდეოებსაც. ხო, მოკლედ ერთი სიტყვით, აი ესეთი რაღაცა მაქვს ჩაფიქრებული. ხო და იმედია ხელი შემეწყობა. სიმღერებზე ხო მინდოდა მეცადინეობ ხა არ არის ადვილი რომ სიმღერებზე ოიცი რაღაც წერი აქ. ვაიმე რა დაამუშაოს რა გიჟი ამ ხალხმა კიდევ ვერ დაინახა რა გაიგონა მათ მოყურებმა რა ჯოჯოხეთი ხდება ამ საქართველოში აჰა მოვიდა მოდის თამარი ხალხო გამოფხიზლით ჯერ კიდევ ჯერ კიდევ 6 წლის ვიყავი ჩემმა დიდმა ბებიამ ესე მითხრა ღრმად მოხუცი იყო 100 წლის იყო რომ გარდაიცვალა და ჯერ როდის ამბობდა ჩემი დიდი ბებია თამარი რომ მოვა დაბრუნდება აი მაშინ გაბრწყინდება საქართველო კიდევ ბევრი რაღაცეებს ამბობდა რაც ცხოვრებაში დავინახე და უყურებ ყველაფერს მართალს ამბობდა ეხლა მჯერავს ნამდვილად მართალი იყო ჩემი დიდი ბებია ესე მეუბნებოდა და შენ უნდა მოეწრო საქართველოს გაბრწყინებას მას თავისი ლოცვები ექონდა სულ ლოცულობდა ზიარებასაც თავს უკეთებდა ღვინოში პურის ნატეხით ჩააწოდა და ისე აზიარებდა თავს მისთვის არც მღვდელი არსებობდა და არც პატრიარქი წყალობას თვითონ აკურთხებდა თავისი ლოცვი წყალსაც თვითონ აკურთხებდა თავისი ლოცვი წითელ ღვინოსაც თვითონ აყენებდა ყოველ დილით ლოცვას უტარებდა ღვინოს სასწაული ადამიანი იყო იმდენ რამეს აკეთებდა ეხლა აქ ვერ დავიწერ ბევრი გამოვა ამით დავამთავრებ ეს ჩემი დიდი ბებო ხომ ამას ამბობდა თამარი მოვა და გაბრწყინდება საქართველო და მე უკვე გათხოვილი ვიყავი და ერთმა ნაცნობმა ასაკიანმა ქალმა მითხრა და რომ თანჭკვიანმა ეს მითხრა თამარი რომ მოვა გაბრწყინდება საქართველო ამიტომ მე უკვე წამსდამჯერა თამარის მოსვლა და ეს ხალხი ეს ადამიანები საიდან მოდიან რას ამბობენ თვითონაც არ იციან აღარც ქრისტესი აღარც არაფრის წამთ ამ ხალხს გარდა ერთისა მე აღარ გავაგრძელებ ამ ადამიანების შეურაცხყოფას რადგან მეუფლება არ მაქვს ადამიანებს ვლანძღო და ვწყევლო იმიტომ რომ ყველა უფლის შვილები ვართ უფალმა იმიტომ მოავლინა ადამიანები რომ ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ უფლის ქრისტეს რწმენაში რომელიც ჩვენს გულებშია ქრისტიანების მადლობა ტერეზა აი ქრისტიანი ადამიანი ასეთ კომენტარებს წერს და მართლა მადლობა ხო ასე ჯობია რომ გავცეთ პასუხები იმ საზოგადოებას რომელიც საზოგადოებად ჩაიჭირა სისტემა კითხვები ხომ არ გაქვთ მეგობრებო კითხვები ერთმა მითხრა შენ სალვოსი ხარო ორაკული ხარო გიჟი ხარო დებილი ხარო ჭკვიანი ხარო სულელი ხარო რა ვიცი აღარ მითხრეს და აბა ეხლა რომელი ვარ გავიგოთ რომელი ვარ გამომშღალდი ყველა თავისებურად რა ყველა თავისებურად აღიქვავს აი მაგალითად თუ ადამიანი წაიკითხავს ვეფხის ტყაოსანს თავისივე რაც მას შიდევს იმას გაიგებს მეც ვერაფერს იგივე შეხედავენ ჩემშიც გავედი ახლა მე გაგოცით დავამთავრეთ სტაფილოს წვენით არა წვენი არ არის ეს სტაფილოს ჭხირით
აბა, თქვენით.